პასუხები არხიდან, მოგესალმებით, შემოძვირფასებო. სად დაიკარგე მეკითხებით? არსად არ დაკარგულ ვარ, აქ ვარ, უბრალოდ ძალიან დაკავებული ვიყავი. წერან გვიჩვენებს ახალი გზა, სანამ დავიწყე საუბარი გავჭერეთ. მოდით ვნახოთ პასუხი რა მოდის არხიდან. როგორ ენერგიებში ხარ შევხედავთ? რატომღაც ყველაფრის გეშინიათ? რატომ გეშინიათ ყველაფრის? ძალიან ბევრი ნეგატიური აზრი გაქვთ. მიუხედავად იმისა, რა ძლიერიც ხართ, როგორი სტაბილურიც ხართ, ხო, აი რაღაცა ესეთი აზრები გაქვთ, შიშით სავსე ხართ. იმიტომ რომ ფიქრობ უფრო სხვებზე, ვიდრე საკუთარ თავზე. დაფიქრდი რეალურად. რა განიჭებს ბედნიერებას? პირადად შენ, ჩემი კარგო. დაფიქრდი იმაზე, როგორი დალოცვილი ხარ, ხო? როგორი ძლიერი ხარ. სხვებზე ფიქრი კარგია, მაგრამ აქ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, ასე თქვათ, შენს ცხოვრებაში სხვაზე და პლუს დამოკიდებულება ჩანს ასევე თქვენი ყველასი სხვაზე, ვინც ნახავს ამ გაშლას. სხვებზე ორიენტირებული ადამიანი. სხვებზე უფრო მეც ფიქრობ, დარდობ და პლუს ძალიან ბევრი ნეგატიური აზრია. ხო, შესაძლოა ეხლა რთული პერიოდი გაქვთ, არ ვიცი, მაგრამ ამოდის ტრანსფორმაცია და ეს ტრანსფორმაცია დროებითია, გაითვალისწინეთ. ამის გამო უარი არ უნდა თქვა რეალურად იმაზე, რაც გინდა, ნუ გეშინია ამ ტრანსფორმაციების, პატივი საკუთარ თავს პირველ რიგში გეუბნებიან. საკუთარ მისწრაფებებს გადაირთე საკუთარ თავზეო გეუბნებიან. ხო. წამოდი იქიდან, რაც უკვე შენთვის რაც არ გემსახურება, რაც უკვე რეალური არ არის, ხო? სულ დასატოვებელი იყოს იქ რაღაცა, რაც ძვირფასია, წამოდი აი ამ ფიქრებს გაიქეციო გეუბნებიან, წამოდი წარსულიდან გამოდი, იმიტომ რომ ახალი გზა გაქვს. ახლა იწყება სწორად ის, რაც შენს ცხოვრებას უფრო უკეთეს გახდეს, აი ამ ცვლილებით. შეიძლება ამ რთული გაკვეთილებით, რომელშიც აღმოჩნდით, ალბათ უკვე ბევრი ხართ ამ გაკვეთილებში. ვიღაცას ეხლა ხანს ეწყება ეს ტრანსფორმაცია. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩიხში ხართ? ვერ გამოდიხართ, ხო? უბრალოდ ვერ ხვდებით, როგორი მშვენიერი ხართ. შეიყვარე საკუთარი თავიო, გეუბნებიან. აუცილებლად შეიყვარეთ საკუთარი თავი. მოაწესრიგეთ ურთიერთობა მაგალითად ძვირფას ადამიანებთან, ვისთანაც გაქვთ კონფლიქტები, ოჯახის წევრებს ეხება. ძალიან ბევრი დანაკლისი გრძნობა ხვდებით. რაღაცა იმას ვერ ვქნი, რაც მსურს, იმას ვერ ვაკეთებ, რაც მსურს, იმას ვერ ვიღებ, რაც მსურს სამყაროსგან, ამას ამბობთ. არადა ძალიან ნიჭიერი ხართ და ძალიან დიდი პოტენციალია თქვენში, უნიჭიერესი ხართ. არა აქვს მნიშვნელობა მამაკაცი უყურებს გაშლას თუ ქალბატონი. ან თუ არჩევანზე ხართ, გააკეთე არჩევანია გეუბნებიან. გაუფრთხილდი საკუთარ თავს, პატივეცი საკუთარ თავს, იფიქრე უფრო მეტი საკუთარ თავზე ვიდრე სხვებზე. და კი ვხედავ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გაქვს ცხოვრებაში, მაგრამ თანდათან იცი ეს პრობლემები გაუფერულდება და ბოლოს უკვალოდ გაქრება საერთოდ და თუ გრძნობ, რომ მაგალითად რამე მაგიურია შენზე, თუ გრძნობ მაგალითად რომ ვიღაცა მუშაობდა შენს წინააღმდეგ მაგიურად მთვარეზე და ასე შემდეგ, მით უმეტეს
აქ საჭიროა, რა თქმა უნდა, აქტიურობა, აქ საჭიროა, რა თქმა უნდა, წმენდები და თქვენს ეგრეგორში, რა თქმა უნდა ილოცოთ, რომ აი რაღაცა შველა იგრძნოთ, ხო? შეხვედრა გექნება ძალიან კარგი მამაკაცთან, ჩემო კარგო, დიდი ხნის უნახავ მამაკაცთან, შეიძლება ან ქალბატონთან თუ მამაკაცი ხართ, გრძნობებს ეხება, სიყვარულს ეხება, ან ეს თქვენ შვილზეა საუბარი, ვიღაცას ექნება შეხვედრა მამაკაცთან, ძალიან დადებითი შეხვედრა, ან კიდევ ერთი ვარიანტია, ვინაიდან საჯარო გაშლა გვაქვს გოგოებო, ბიჭებო, აქ არის ვარიანტი, თუ ელოდებით თქვენ სიყვარულს, საერთოდ ამ წელს ამ სიყვარულს თქვენ მეგობრებო აუცილებლად შეხვდებით. ძალიან საბედისწერო ცვლილებები გაქვთ, ტრანსფორმაციები გაქვთ. არაერთი ტრანსფორმაცია, ყველაფერი ძველი, ასე ვთქვათ, წარსულში რჩება, ან თქვენ ტოვებთ ამ ძველს, რასაც ვერ ტოვებდით მაგალითად წარსულში, უამრავი გეგმა გექნებათ, გარემოება აბსოლუტურად ხელთ შეგიწყობთ ამ ყველაფრის განხორციელებაში, რაც ჩანაფიქრებში გაქვთ. ადამიანები, რომლებიც ხელს გიშლიდნენ, აქ აბსოლუტურად ჩანს, რომ ქრებიან თქვენი ცხოვრებიდან, იშლებიან, განუხდება მათი ნეგატიური ქმედება. აბსოლუტურად გადალახავთ სტრესებს, ძვირფასებო, ბევრს ორსულობა ელოდება, ძვირფასებო, ვინც ელოდებით ბავშვს ან ორსულად ხართ, რაღაცა ძალიან დადებითი ამბებია თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელი. ყოველთვის რწმენით ხართ, ბევრი შიშია, ყოველთვის რწმენით ხართ და გააგრძელეთ ამ რწმენით ცხოვრება, დალოცვილები ხართ. უზენაესი ძალებისგან მოდის დახმარება, ნუ გეშინიათ, თქვენ მარტო არ ხართ და ძალიან ბევრთან ახალი ენერგია, ფინანსების ძვირფასებო, ვიმეორებ, არხიდან არის ინფორმაცია, ჩანაფიქრი არ მქონდა არაფერზე, უბრალოდ ვარსკვლავები ხართ და ყველაფერი, რასაც ახლა დარდობთ და ნერვიულობთ, ნეიტრალდება თქვენ, ნახავთ თქვენს ახალ გზას ძვირფასებო და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ფანტასტიკურად, როგორც ადრე იყავით წარსულში ბედნიერი, ვიყავი ამბობ, აი ადრე ვიყავი ბედნიერი, როგორც ადრე იყავით ბედნიერი, აი ესეთივე ბედნიერი იქნებით ახლაც, იმიტომ სამსჯარო გაქვთ და უზენაესი ძალა გფარავს და გეხმარება. წარმატებები ჩემო ლამაზებო, მომავალ შეხვედრამდე.